დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პარტიის ლიდერების ინფორმაციით საბჭოზე უნდა დადგინდეს ყრილობის ჩატარების წესი. შემდეგ კი ყრილობამ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელმაც 6 თვის თავზე პარტიის თავმჯდომარის არჩევნები უნდა მოამზადოს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ისინი ასევე იმსჯელებენ ყველა იმ პრობლემურ და აქტუალურ საკითხზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ პოლიტიკას და კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. მისივე განცხადებით, პარტიაში ცვლილებები ბევრი მიმართულებით იგეგმება, რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს. ირაკლი ფავლენიშვილი განმარტავს, რომ კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც გარდამავალი პერიოდი დასრულდება. პოლიტსაბჭო დღეს იკრიბება იმიტომ, რომ გავიაროთ ის საკითხები, რომელიც ყრილობაზე იქნება დასმული, მათ შორის რეფორმებზე ვიმსჯელოთ და მოემზადოთ ყრილობისთვის, მათ შორის დელეგატების წესი უნდა დამტკიცდეს და ჩვენ ვიცით, რომ მომზადებით იმ ყრილობისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ყრილობისთვის მის მომზადებისთვის, თემების დამტკიცებისთვის ტარდება პოლიტსაბჭო, რომელიც არის ვიცით, რომ თავარი ორგანო ხო ჩვენი პარტიის, ამიტომაც უნდა შეიკრიბოს, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი ყრილობის წესი. ჩვენ არაერთხელ გვითხავს, რომ უახლოეს ყრილობაზე არ იქნება კონკრეტულად თავმჯდომარის არჩევნები, ეს იქნება მმართველობითი ორგანო, რომლის წევრები დაკომპლექტებიან, რომლის წევრები აირჩევიან, რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, ეს უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვის გარდამავალი პერიოდი რო დასრულდება, ამის შემდგომ იქნება სწორედაც რომ თავმჯდომარის არჩევნები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. 8 ივლის ნაციონალური მოძრაობის პარტიული თანამდებობის პირებს წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. მათ შორისაა თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომას ბოკუჩავა არ დაესწრება. მისი განცხადებით, ის თბილისში არ იმყოფება და ამის შესახებ პარტია ინფორმირებული იყო. თავის მხრივ ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ წინასწარ ვერ იტყვის ზუსტად ვინ დაესწრება სხდომას. მისი თქმით, ყველა წევრი წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როდის გაიმართებოდა პარტიის შეკრება.